საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსის ალავერდის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება. როდესაც ღირსმა მამამ იოსებ ალავერდელმა, რომელიც წმინდა იოანე ზედაზნელთან ერთად ასურეთიდან ალავერდში დასახლდა, მონასტერი დააარსა. წყაროებში წერია, რომ მან ბევრი სასწაული აღასრულა. მონაზვნობის მსურველები შემოიკრიბა და აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში სარწმუნოება განამტკიცა. მე-11 საუკუნეში მონასტერი კახთა მეფემ კვირიკემ განაახლა და ღირსი მამის იოსებ ალავერდელის საფლავზე ალავერდის კათედრალი ააგო. ერთი საუკუნის შემდეგ ტაძარი როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო დავით აღმაშენებელმა დაასრულა. ალაზნის ველზე აღმართული ალავერდი საუკუნეების განმავლობაში დამპყრობლების სამიზნე არაერთხელ გახდა. მრავალჯერ დარბეულ